მაინტერესებს როგორ მზადდება ჰიპერტონული, იმიტომ რომ დღეს დამჭირდა ერთ-ერთ ადამიანს მივწერე და რამდენადაც ვიცი აფთიაქებში არც იყიდება. არა, მე მგონი სადღაცა რომ დამჭირდა და ვიკითხე, მე მგონი თუ არ ვწდები, ხარ მინდა რომ რეკლამა გამომივიდეს, ერთ-ერთ აფთიაქს გქონდა. ჰიპერტონული ხსნარი ეს არის ჩვეულებრივი მარილის 10%-იანი ხსნარი. ფიზიოლოგიური უკაცრავად ფიზიოლოგიური ხსნარი არის მარილის 0.9%-იანი ხსნარი, რომ ზუსტად იგივე ხსნარი გვაქვს ჩვენ სისხლძარღვებში. ჩვენი პლაზმაში შედის ფიზიოლოგიური ხსნარი და ჩვენი პლაზმის სტრუქტურა აიღო და შეამოწმა არის 0.9%-იანი მარილის ხსნარი. ზუსტად ამიტომ რომ ფიზიოლოგიურად დაუყენებენ ადამიანს, მისთვის არსებული ბუნებრივი გარემოა და იმიტომ იტან ჩვენი ორგანიზმი ფიზიოლოგიურად თითქოს პლაზმა მოგვემატოს, ხო? ჰიპერტონული არის რამდენჯერ მეტი გამოდის 0.9%-იანი თუ არის, 1%-იანი გამოდის დაახლოებით, ხო? 10-ჯერ მეტია კონცენტრაცია შიგმარილის. ანუ ჰიპერტონული ხსნარი ეს არის მარილის 10%-იანი ხსნარი, რომელსაც ახლა ვისაც გახსოვთ ოსმოსური წნევა, რას ნიშნავს? ანუ გარკვეული კონცენტრაციის ხარჯზე ეკაჩება ნივთიერებას და ცდილობს დიფუზიის ხარჯზე გაათანაბროს ეს კონცენტრაცია. რისი მეშვეობითაც ამ ხსნარს უნარი აქვს, რომ ჩირკი გამოიტანოს სხდომილებიდან. გამოწოვოს, ანუ ოსმოსური წნევის მეშვეობით იქითკენ ეკაჩება, იმიტომ რომ აქეთ კონცენტრაცია მეტია 10%-ია მარილის. იქითკენ 0.9, 10-ჯერ მეტია კონცენტრაცია და იქიდან ეკაჩება, რომ გარკვეულად გაათანაბროს კონცენტრაციები და ამ ქაჩვის მომენტში გამოაქვს ჩირკი, ბაქტერიები და ქვეყანა რაღაცები. 10%-იანი როგორ გამოდის? რამდენ გრამზე? 100 მილილიტრ წყალში 10 გრამი მარილი. გადადუღებული ალბათ. ნუ ანადუღა ხო, ეხლა როგორც წესი, თუ ისეთი ჭრილობა, რომელიც საჭიროებს ასეპტიკ ანტისეპტიკის წესების დაცვას, იქ სახში დამზადებულს ვერ გამოიყენებს. ანუ 100 მილილიტრ წყალში 10 გრამი მარილი. ანადუღარი წყალი აიღეთ და მარილი სუფთა წესით შეძლებს და გორა, თქვა შეიძლება რომ დუღა ცხელ-ცხელში ჩაყაროთ მარილი და თავის სტერილიზაციას მიიღებთ და შემდეგ დააცადოთ რომ გაცივდეს, ცხელი არ გააკეთოს. შემდეგ ამას შეიძლება სტერილური სალფეტკის ჩადება ჩადებთ ამაში რომ კარგად დასველდეს, გაიჟღინთოს, შემდეგ გაწურავთ, ოღონდ რა თქმა უნდა სტერილური წესებით, ხო, სპირტი დამუშავებული ხელებით, გაწურავთ, მაგრამ და თვითონ ჩირკოვა ჭრილობაში ყარად დაადებთ, რომ ყველა ნაწილზე მიედოს. და ჩირკი გამოაქვს? და ის იწყებს ხო, ნუ დღეში ერთხელ ორჯერ შეგიძლიათ გამოცვალოთ, ოღონდ რა თქმა უნდა თავის წესი აქვს, რომ მჭრილობის გარშემო იოდი დამუშავ და ასე შემდეგ. ნუ თვითონ ის წესი, როდესაც ადამიანს უჭირს და ვერ მიდის ექიმთან, სულ არაფერს ჯობია ეს გამოიყენოს, თუნდაც იმიტომ რომ არ მოხდეს ინფიცირება, არ მოხდეს სეფსისი. ეხლა დიდ ჭრილობაზე ამას არავინ არ გააკეთებს, მაგრამ მუხლს რო გადაიტყავებს და ბავშვს დაუჭირდება, ხო? რა თქმა უნდა, ხო. ნუ მაინც ჯობია რომ ისევ საავადმყოფოს მიმართოს, მაგრამ თუ ექსტრემალური სიტუაცია უდაბნოში ხარ და ახლო-მახლო საცრაფ არ არის და საავადმყოფო არ არის, სხვა გზა არ აქვს, იქ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხო, არა, ჰიპერტონულის ახლა სახში გამოყენებაც ხო, მე როცა ჩემთვის მინდა სიტუაციაზე ვიყენებ, იმიტომ რომ ვიცი როგორ მოვამზადო კიდევაც და ამიტომ როგორ გამოვიყენო სტერილიზაციის წესები, ხელი როგორ დავიმუშაო, რას არ მოვკიდო, ეხებროთ ქირურგი ვარ და იმიტომ ვიცი, თორე თუ ვიღაცა ასე სტერილურად და სუფთად შეძლებს ამ ყველაფერს და პლუს ყოველთვის შეეცადეთ რომ იყიდოს სტელური საფენები. ეს სტელური საფენის ამოღების წესის თავის და ქვეყანა მიზეზი, მაგრამ ნუ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება როცა გიჩვენო. პადლოვა.